მინისტრიდან მუშაობ, მომისმინეთ. Თქვენს მოსახლეობას ესაუბრეთ. არც ნათესავი მყოლია. Თქვენს მოსახლეობას მაგრამ დამასაქმეს. ეხლა თქვენ რადგან აქტივისტი არა ვარ ოცნებისა, ოცნების არც ხართ და არ გჭირდება, არ გჭირდება მოგესწრებით იმ ხერხებით, რასაც თქვენ ახართ მიჩვეული. ნამდვილად ღმერთმა დაგვიფაროს მაგ ხერხებით ვიმოქმედოთ როდისმე. თან უნდა იყვანდეთ ხალხს. აი მაგალითად სწორედ ლაპარაკი რომ თქვენ პარტიული ნიშნით მაგრამ ეს თქვენი აზრია გინდათ რომ ესე თქვათ და ასე მოქმედებით ბატონო დამისაუბრეთ რომ მე გინდათ როგორც დასაბუთება ქარბატონო ამ შემთხვევაში სრულიადაც არ არის საჭირო ბრალდება რომისმინეთ როდესაც ეხლა მე თქვენ არ გესაუბრებით ყველა მაყურებელს ვესაუბრები ვინც მოგისმენს საჯარო მოსამსახურე როდესაც რაიმე საქციელს იდენს მის საქციელს ორი მხარე გააჩნია სამართლებრივი და მორალური თქვენ რასაც აკეთებდით სამართლებრივად კანონდარღვევა იყო და მასზე იმისთვის რომ თქვენი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს მაგისთვის ნამდვილად მე მაყურებელს ვესაუბრები ხა ქალბატონო იქნება მოისმინოთ მაყურებელს ვესაუბრები იმისათვის დაანებეთ თავი დვალი სოფელ გარდენახის იმისათვის მაყურებელს მინდა და მთელი საქართველოს მინდა უთხრა საჯარო მოსამსახურე მაყურებელს ვესაუბრები ახლა საჯარო მოსამსახურე როდესაც რაიმე ქმედებას განახორციელებს მის საქციელს გააჩნია ორი მხარე სამართლებრივი და მორალური თუ მან ამ ქმედებით არასწორი საქციელი განახორციელა და მის ამ საქციელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოსდევს ამ საქმის გამომძიებელი არის შესაბამისი ორგანო და მან უნდა ამტკიცოს ამ სამართლებრივი ქმედების სისწორე თუ უსწორობა და ბრალი წაგიყენოთ ხოლო სასამართლოში კი ბატონო მეორე მხარე ქალბატონო მოისმინეთ აი ახლა გესაუბრებით იმაზე რაზეც გესაუბრებოდით მაშინაც თქვენ რაც გაწყობთ იმას ლაპარაკობთ მეორე მხარე ყოველი საჯარო მოსამსახურის საქციელისა არის მორალური მხარე აი მორალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით მსაჯული არ არის სასამართლო მორალურ პასუხისმგებლობაზე მსაჯული არის ხალხი და იქ მორალური პასუხისმგებლობის სამსჯავროზე ხალხის წინაშე როდესაც წარდგებით უკვე თქვენ უნდა ამტკიცოთ თქვენი უდანაშაულობა აი ამაზე იყო საუბარი ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ხელისუფლება განთავისუფლდა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არავინ არ საუბრობს სრულიად ვეთანხმები მეცხრედ გეტყვით ხელისუფლების იმ მოსაზრებას რომ ამნისტია უნდა გამოცხადდეს სამოხელეო დანაშაულებებზე აქედან გამომდინარე ყველა ის ადამიანი საჯარო მოსამსახურე რომელიც არჩევნებამდე თუ არჩევნების პერიოდში ჩადიოდა არასამართლებრივ ქმედებებს პასუხისმგებლობისგან სამართლებრივი პასუხისმგებლობა განთავისუფლდება მაგრამ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება არ ნიშნავს მორალური პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას. ამიტომ მე გითხარით ეს ვალები კიდევ მაშინაც გითხარით რის იმედით ამიტომ მე მაშინაც გითხარით ეს მე გითხარით გარბატონო ეს ვალები რისი იმედით აიღეთ მე გკითხეთ ხო თქვენ არა ვახ ზოგადად მელაპარაკებით ბატონო თუ მე მაგრამ დანაშაული ეს მითხარით მოსამსახურებს რომლებიც პატიოსანი სამსახურს მეტი არაფერი გაუკეთებია უნდა წავიდე იმიტომ რომ თქვენი აქტივისტი დასაქმდეს აღარ განათლებას უყურებთ მნიშვნელობას
ეს არის და კრედიტი ჩემი სტუდენტის შვილის გამო რისთვის ვასწავლი შვილს თუ კი მე-9 კლასის განათლების მქონე შეეცლება მე სამსახურში რისთვის ვიღებ ქალბატონო თქვენი ფსიქოლოგია იცით ვისი ფსიქოლოგია ხალხს ველაპარაკები ახლა დათა თუ ხალხს ველაპარაკები დათა თუთაშხიაში რომ ბონია მეწისქვილია გახსოვთ? მე არ ვიცი ახლა. არ გახსოვთ? სიუჟეტების განხილვას არ რისთვის აკლავდა დათას გახსოვთ? მე ჩემს საკითხს ჩემი შვილი რომ გასათხოვარიაო და იმით დამიდისო ჩამოგლეჯილი კაბითო. ხო, აბა მზითევს ვერ მივცემო და ამიტომ შენ უნდა მოკლაო. აი ფსიქოლოგიაა ზუსტად, რასაც ახლა მე ლაპარაკობ. მაგას მეუბნებოდით სწორედ. შვილი რო სტუდენტი მყავს, მე რო ეს ამაკ, ის ამაკ აი მაგიტომ აკეთებდით სწორედ იმას ყველაფერს რაც კანონ დარღვევა იყო დიახ ბატონო მაგას გეუბნები თქვენ გინდათ მე დავჭდეთ მაგას გეუბნები არ გაინტერესებთ განათლება ადამიანისა რომ საფრთხე ოღონდ მაგას გეუბნები გასაგებია ადამიანს გავიგეთ ხო ხედავთ ხო კი ბატონო თუ გინდა თქვენი აქტივისტის დასაქმება შექმენი სამუშაოები დაასახმე ჩემ ხარჯზე კი უნდა დაასახმო ერთი ადამიანის უბედურებით მეორე უნდა გაახარო აი ეს თქვენი ფსიქოლოგია სწორედ ეგაა არა მარტო ერთი ადამიანის უბედურებით თქვენ ქვეყნის უბედურებით გინდა თქვენი შვილის ბედნიერება მოაწყო. მე ნებისმიერ ჩემს ეგ არის სწორედ ბონია მეცისკვრის ფსიქოლოგია. აი მაგ ფსიქოლოგიას ახალისებდა ის ხელისუფლება სწორედ. ბონია მეცისკვილეების ფსიქოლოგიის ხალხსა ეკორდნობოდა და იმათან ნიშნავდა ჭირდება ჩვენ ლიტერატურის განხილვა ეს მითხარით ეს მე დაგავაკეთე. ჭირდება. რა დამიბალეთ ეს მითხარი. ჭირდება. ამისენ რა ჭირდება. დამიბალეთ. ჭირდება. აქ ლიტერატურის განსახილვად მე არ მოსულა რომ აი და ხო აი ეგ არის სწორედ რომ თქვენ მორალური საკითხები არ გაინტერესებს. შეხვედრა და ვისაც აინტერესებს. გასაგებია ხო? ჩაიხედეთ თქვენ გულში. შემდეგ გაიარეთ თქვენ სოფელში. თქვენ ხალხს შეხედეთ თვალებში. აი და ისე მიიღეთ მერე გადაწყვეტილება. აი ეს გითხარით მაშინაც. შენ ხალხს ჩამოგიყვანთ ეხლავე და გეტყვიან რომ ეს გოგო რა აი ეს გითხარით გენაცვალე მაშინაც. ჩამოგიყვანოთ ის ხალხი? აი ეს მაშინაც. ვის რას ვაწალებდი მაგრამ თქვენ ხო თქვენი ხალი უნდა გაიმართლოთ. მითხარით რატო დაწერო განსაკუთრებით აი ეს გითხარით მაშინაც. რა მითხარით? მე არაფერი დანაშაული არა მაგრამ გავხსნობ თავს დამნაშავე და არც δεν გასაგებია. ნუ ბონია მეწისქვილეც არ აგზნობდა თავს დამნაშავე. ბოლომდე ეგრე იყო დარწმუნებული რომ რაც ამბობ კაცო. ბოლოს დათათვაშია მიიცა რომ აჰა შენი მესროლება არის მოკაცო. ხო, ვერც გაიგეთ, აი ეგ არის პრობლემა. რაზე გესაუბრეთ მე? მაშინ და ახლა ვერც ხო, აი არის პრობლემა, ეგ არის გენაცვალე. ჩემს მაგრამ შენ ბევრი ჩემნაი თანამშრომელი, რომელსაც აი არის პრობლემა. აი არის თქვენ ამბობთ ბატონო რომ ძალაუფლებას არ ვიყენებთ და ჩვენ არ ვარვაზართ. რა მომაწევთ? აი მე რამდენად უნდა ჩამომიყვანოთ? ვიხურებ ზუსტად ჩაიწერება 9 საათია. სადმე მე ძალაუფლებაზე ვისაუბრე? სადმე რამე მუქარა გამოვხატე თქვენს მიმართ? მორალზე გელაპარაკებით 9 საათი და აღმოჩნდა რომ კიდევ ვერ მივხვდით რას გელაპარაკებით. ქალბატონო თქვენნაირად მე ვესაუბრე ალბათ ერთი 80 სხვადასხვა თანამშრომელს ამ ხნის განმავლობაში. დღეს ნამდვილად მე არ დამიბარებ. მორალის კითხვა დამიწყეთ და აი ეგ არის სწორედ აღიარებს თვითონ ქალბატონო რამდენჯერაც მოვედი მორალის კითხვა დამიწყება. იმიტომ რომ მე ბატონოზე აი სწორედ ძალიან ხოთეკლა სწორედ ეს მომენტი გააუჩუქეთ ქალბატონი ამბობს და აცხადებს რამდენჯერაც მოვედი მორალის კითხვა დამიწყევა. დიახ ბატონო მორალზე გესაუბრებით რამდენჯერაც მოხვედი. თქვენთვის მიუხედავად ამისა გაუგებარი დარჩა კიდე რაზე გესაუბრები. იმიტომ გაუგებარი მე მოვდივარ ხო გაუგებარია იმიტომ რომ თქვენი ფსიქოლოგია არის ბონია მეწისკვილის ფსიქოლოგია. ჩემი შვილი რომ კარგად იყოს ამიტომ ქვეყანა და ყველა ის ადამიანი ვის წინააღმდეგაცაც მე მოქმედებ არასამართლებრივად ჯანდაბაში წასულაო. აი ეს არის თქვენი ფსიქოლოგია. ის ხელისუფლება სწორედ გეყრდნობოდათ თქვენნაირ ადამიანებს მაგ ფსიქოლოგიის მაგ მორალის ადამიანებს გეყრდნობოდათ. ამიტომ როდესაც მე მორალზე გესაუბრებით
ვერც კი იგებთ რაზე გესაუბრებ. ბატონო, აი თქვენ და გიკვირთ რომ რამდენჯერაც დამიბარეო, აი თვითონ დაადასტურა, დააკვირდით. არც ერთხელ არ მისაუბრია, არც ერთხელ არ მithქვია განცხადება დაწერებენ. სულ მაგაზე მორალზე გესაუბრებ. მორალზე. თქვენი დავალება რომ ადამიანზე ფსიქოლოგიურად და იმოქმედოთ? ფსიქოლოგიურად? როგორც ოფლის წევრებს დააწერინეთ განცხადება რომ თქვენი განაცხადებები იგრძენით თქვენი საბრძანდით არაფერი განაშაული არ ამაღლა ფსიქოლოგიური ზემოქმედება. კი ბატონო, გამათავის მაინც უნდა გამათავისო და ჩემი განცხადება რაღაცი გჭირდება მაშინ. სხვადასხვა მაგალითად მოძღვარი, როდესაც მრევლს ესაუბრება, ხო? ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ანუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება სახდენთ? ფსიქოლოგიური ზემოქმედება თქვენ რა გონიათ ეხლა ცუდი ტერმინია?